გორის სოფელ ნიქოზში არასრულწლოვანისთვის დენის დარტყმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ისევ არ დაუწყიარა და 24 სექტემბერს გორის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა პირობა დადო, რომ პოლიციას მიმართავდა და საქმეს გამოიძიებდა. ახლა კი ირკვევა, რომ ღვინიაშვილმა ტრადიციულად პირობა დაარღვია და მომხდარიც დაივიწყა. ამ დრომდე არც ისაა ცნობილი შეისწავლა თუ არა ვინმე მომხდარი ფაქტი და ვის დაეკისრა პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებას ნიკა ღვინიაშვილი კურირებს და სწორედ მისი პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა მაშინ ოპოზიციამ. ისინი ამბობდნენ, რომ ღვინიაშვილი ტენდერებს ახლობლების გამოუცდელ კომპანიებს აგებინებს და ობიექტებზე შექმნილი მძიმე პრობლემები უხარისოდ შესრულებულ სამუშაოებს დაუკავშირეს. ცნობისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში რეაბილიტაციის პროცესში მყოფ საფეხბურთო სტადიონზე 10 წლის ბავშვს დენმა 23 სექტემბერს დაარტყმა. მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული. ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაშინ ითქვა, რომ დენის სტადიონზე დაზიანებული ბოძიდან გადავიდა. ბატონო ნიკა, წინაზე რომ ამზადებდით სიუჟეტს, გითხარით, რომ დენმა რომ დაარტყა ბავშვს, გამოძიება ყველაფერი გარკვევით. გითხარით, აი გამოძიება ყველაფერი გარკვევით გვიდა. გითხარით, რა მოხდა გამოძიებამ? თქვენ ჩართული ხართ უშუალოდ ამ საქმეში? ორი სიტყვით გასაგებად თქვი ყველაფერი.